მე გავეცანი 20 ბიზნეს გეგმას, რომელიც არის წარმოდგენილი კონკურსანტების მიერ. პირველი ტურიდან განსხვავებით მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დეტალურად არის გაწერილი ის ბიზნეს იდეები, რომელიც თავიდან მათ ჰქონდათ, მაგრამ ეს ყოველივე იყო რაღაც ჩანასახის დონეზე. დღეს აგერ რეალურად უკვე 20 კონკურსად თითქმის წარმოდგენილი აქვს ბიზნეს გეგმა, რომელიც დაწვრილებით მოიცავს და მე მადლებს და ჩვენს გამგეობის წევრებს, ასე ვთქვათ, საშუალებას, რომ უფრო დეტალურად გავიცნოთ ის პროექტი, რაზეც ესენი მუშაობენ. ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე გადაწყვეტილების მიღებისთვის ის ფაქტი, რომ იყოს კაფელ განსაზღვრული რამდენი თანამშრომელი, რამდენი ადამიანი იქნება დასაქმებული, სად ხდება ამ ბიზნესის წარმოება. თავისთავად ცხადია, რომ ისეთ ბიზნესებს, როგორც არის მაღალი ტექნოლოგიები, არის ტურიზმი, არის სოფლის მეურნეობა, იგივე აქ არის ძალიან კარგი პროექტი ხელნაკეთ სამუშაოებზე, ხელნაკეთებზე, ხალხური რეწვის პროექტი. მათ ჩემი აზრით უფრო პრიორიტეტს მივანიჭებდი იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ეს ბიზნესი საჭიროებს განვითარებას და მე ვხედავ ამ ბიზნესის პოტენციალს.